აი სწორად მაგიტომაც ნახევარი კლასი წიროდა, ნახევარსაც კი მეცდა ეძინა. ეს ხუთლები სავსე სიხარულით შრომით თამაშით პირველი წარმატებით და პატარა სირთულეებით. ჩვენ ერთად ვისწავლით მეგობრობა, თანადგომა და სიკეთე. მამაცად გადავდგით პირველი ნაბიჯების სკოლაში. ახლა უკვე თადაჯერებულები, მომზადებულები გადავდივართ ახალ საფეხურით. ცოდვის კარგად გაღების დღიდან თითო ოროლად ნაბიჯებს ვითვლით. ერთად შევკონეთ ასოთა წყობა და ცოდვის ნაყოფს ხიმილი ხიმ. ეს 4 წელი ნელ-ნელა გაქრა. ფიარულად და ზარის განგაში დავწერეთ ხატეთ ვიან გარშეთ ვისწავლეთ ბევრი თამაშით.
ოხიცელი რა მალე გავიდა სიყვარული ისნოვარეს მაშინ მოგიმერები გავპანდოსაში ახალედას ვიცეს ჩვენ ყვანიდან ოხიცელი რა მალე გავიდა სიყვარული ისნოვარეს მაშინ მოგიმერები გავპანდოსაში ცხოვრობდა თურმე დიდი კაცი, ხდებდა მართული სერებ გაშლილი, იაკობ გოგებაშვილი და როგორც დედამ ჩააწინოს შვილი აკვანში და გამოზარდა სიამრანით უტკბესი ვაჟი, თურმე ამ წიგში იაკობმა ჩააწინა ია და ვაზი. ასე აგო დედაენა, ყრმათა მღერა ბგერის გალობით, ბულბული ჩასვა ვარდის დარგო ღმერთის წყალობით, ღმერთის წყალობით იავნანა ვრაქნა, ხომ ვიცით მთის გადაღმიდან დააბრუნა, ქეთო მშობლისთვის უტკბესი არის და იავნანა სიყრმის შვილივით დედის კალთაში ჩააწინა ქარი ჩვილივით, დიდი ძალა დედაენა იავნანა, ქართული ანბანი საარაკოა, საარაკო ჩვენი ანბანი. Thank you.
ჩვენო ფანდრო ვერ ეცადო ვერ ეწამონ ვერ დაგასუსტონ ვერ დაგაჩოქონ უდიადესო უზვირფასესო სულზე ტყვილო და სასიქადლო ენა ხნიერო და სახიერო უსაყვარლესო ენა ქართული ენა რუსთველის ენა ბაჟასი ილიასა და აკაკის ენა ჩვენო ფარო და ჩვენო მაღლო ჩვენო სიცოცხლევ და აღმაფრენო ილიადა და ანათელი რახატხოდი გურგურში მოდრა როგორც ედის ხელი ფანტო ჩვენი წიგნი ჩვენი ზედა ჩვენი ენა ქართული ოქოსმიან სიმევა გუშინ ამოყვება შენდა ბრძოლაში ბევრი დამიცდა და შენ კი ისე ბრწყინავ დაელავ ენა მყაზბეგის და იაკობის მარ უკვდავო დედაო ენა სიცოცხლეა დედაენა შობერტი და ბარის დედაენა დედასავით აყვარელი არის ქართველი არის სასიხარულოდ ქართველი არის სასიქადლოდ იძღე გძელა გაიბედნიერე აც და მარადის ენა ქართული სოფლიოს უძველეს ენათა შორის ქართულს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. იგი მრავალსაუკუნოვანი დამწერლობის მქონე ერთ-ერთი უძველესი ენაა. ქართული ენა იყო და არის საფუძველი ქართველთა ერთობისა, ქართველთა ძლიერებისა და ქართველთა უკვდავებისა. ქართული ენა უზრუნველყოფდა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ერთობას. ცოდნა ის ღვთისმიერი წინამძღოლია, რომელიც ადამიანს დედამისის გულში ჩაახედებს. წინ მიუძღვება და უწყარად ეუბნება. აი აქ ეს სიმდიდრეა უფლისგან შენთვის მიბარებული და ამას ამ ხერხით, ამ ოსტატობით უფრო ადვილად ამოიღებს. ცოდნა ჩემი ძაღლია სიხარული წიგნის კითხვა
ბევრი კაცი, ბევრია ვიცნა იცით. თებიცის რომ აღმართად საში ადგილდება თითქმის მიწის გულში ზღვის სიღრმეში თუ არ ხდება წიგნმა მითხრა ციგნარები მხნელი რომ ხავდა მე ფოლადე მხნელი მიწის სადრომელი ხალხი სახლობ წიგნმა მითხრა წიგნმა იცის სკოლა მასწავლებელმა გვასწავლა როგორ გადაუხადოს ბარითოთი სოფელს დედმამას მასწავლებელს სამშობლოს სკოლა ჩვენი მეორე ოჯახია სკოლის კედლების ციხესიმაგრე ეթვენა ჩვენი პედაგოგები ცხოვრების მასწავლებლები არიან ჩვენს გზაზე და სიგნე რომელიც მათგან გადმოგვეცემა ფასდაუდებელი განძია მასწავლებელმა ჩაგვაგდო რომ კლასში ყველა ერთისათვის უნდა ვიყოს და ერთი ყველასთვის მასწავლიდან რომ აპარტავნება და ცინვა ტყუილი ჩვენ ახლოს არ დაგაგოდარებინა მახსოვს როგორ გეკითხავდა გაფრთხილებული სახით ორი ირემის ამბავი ჩვენთვის კი ბოლო დიალოგი ადამიანობის წეიმი იყო რაც ზუსტებით მობილო ხომ ხედავ ბალახი მეც თავზე საყრელი მაქვსო ვიცი რომ აქ შეგაკლია მაგრამ ჩვენგან მოხდა უფრო ესე არ მოხდება რაც შემდეგ ასეთი სიყვარულით მოვდივართ და დღეს განსაკუთრებული სინანული ჩვენ ხომ წიწილები ვიყავით თქვენი ფრთებს შეფარებული და როგორც კარგიას თამაშის დროსა ვიცავდი ყოველგვარი განსაცდელისება Soy Charles Duarte, me corro a un
Thank you.
შენდა კლამურდუნად შეგავდა სწავლათარამია რომ ჩვენი სახე ყალბაშვილები მოსლა სახეს ეთქვა ამაღაც მე ხელი შემოგვიებინეთ კარწერად თუნთან და ვითხარი რომ ქართლის სასახელო იყოს უნდა მუდამ ჩვენსკენ მოიჩქარი არასოდეს გვიანდები დაგეხონებ ჩვენი ცუდი გაგახარებს ყველა კარგი არ დოქტორ
და მაინც რა არის სამშობლო თქვენთვის ჩამომეგობრებო? ჩემთვის სამშობლო არის მიწა და საყრდენი მომავლის იმედი. ის არის ცისფერიცა, რომელიც ღრუბლიან ამინჩი გვიცავს და მზიან ამინჩი დღესასწაულია. ის არის წყალი, წყურვალს დაეწაფება და წყურვალს მოიკლავს. ის ამთა ჩვენს უკან ფარველთა მიდგომი. ის არის დედა, მისი როცვა და სიყვარული, ის არის მამა, მისი ძლიერი და შრომელი ხელი. ჩემო ქვეყანა, დაილოცე შენი მიწა წყალი, შენი ცა ფირზულ მუხტით მორთული, შენი მზე, რომელიც ყველაზე მწყურვარად ათვაბს გულს და შენი მთვარე სიმშვიდე რომ მოაყირებს. თუმცა სამშობლო მხოლოდ ღრუბლებით მოკითხული ცა და აყვავებული ველმინდვრები როდია, იგი ჩვენი საყრდენია, წინაპრების საფლავებია, ჩვენი მშობლიური სამყარია, ის ყველაფერია ერთად, ასე რომ გვეძვით ფასება. რა შეგადარო? განაარსებობს ნამე შენი სადარი. ფასდაუდებელი განსიხარ, აუწონავი სიმდიდრე, რომელიც ყველა ქართველი გულით ხადარებთ. სურიან ბალახზე თუ ფეხში შველა არ გავიარე რა მამული, წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული, გაშალა ველი ნელმანიავმა და მელანდება მერის წიაღში. მოხუცი მამა, სასხლავით ხელში დადის ვენახში, ათითო ლერწი და თითო ყლორტი, მასზე ოცნებას დაემგვანება, ისევ ამწონდა მდელო და კორტი. დავდივარ, წუხარ და მელანი. როგორც უფალი სამშობლო ერთიათ ქვეყანაზე და სჯობს არ ჰქონდეს სამშობლო ან და არ იყოს ასეულს. ქარი
გიმღერის ნანასა ხაპარს გიამ ჭადარი დეწნა მალებს გამავს ეჭვებით ნავადარი საქართველო ლამაზო სხვა საქართველოს სად არის სავარსკვლავებით იმთება ცა არც არის სად არის ფარე რომ ამობრწყინდება გული გაფრენად მზად არის დიდება შენი დიდება სხვა საქართველოს სად არის მინდვრები ქართლის მინდვრები ქედები მხარ გაშლილები თაში დღე დანაბინდები ტყეში ქორბუ დაირმები ბარაჯრიან ჭადარი ზესუმღერიან ჩიტები ხარე მოსილო დიდები სხვა საქართველოს სად არის ლურჯი ბალახი მხარანდი წერი გოგმანობს ბალახში თეთრნულზე თოვლი მარადი ვენახზემზე და ბადახში სხვა საქართველო ვინახა სხვა საქართველო სად არის როს ვარსკვლავები ხმაური აი მთებიან ცათამი კონდეს მოაწყდება ზღვაური მე შვიდე ცაზე ატანი ტყეებში ჩიხვი დაფრთხება გორში იტირებს ატანი ყაყაჩოს გვერდს ვერავი სხვა საქართველოს სად არის აქ დაიბადა სულიკო დისკენ გაფრინდა მერანი და თუნდაც გადმოსულიყო ტერიშმაგი და ვერანი მარჯვეს მოსჭრი დაალუდა სით გავშვიდა ლელაი აქ დაიბადა სულიკო დისკენ გაფრინდა მერანი და თუნდაც გადმოსულიყო ტერიშმაგი და ვერანი ჩაკორბის რთები მოისხე თუნდაში ასულა წერაი დაბლა შერიალებს მოლისებრ ყანაი გავყელავი ფიქრ დაუღლია ონისე ბახტრიოს მიდის ლელაი ქარი გიმღერის ნანას ხაპარს გიავ ჭადარი ზეცნა მალებს თამავს ეჭვებით ნავადარი საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სად ჩანჩქერები ვნახე ბავში იოვარდის ყანა ეს პატარა საქართველო რა ყოფილა ამისთან რა არის სამშობლო თუ მკითხავოდესმე არ არის სიოლი პასუხი ძნელია ჩემი სამშობლო არის ზურდაველი ჩემი სამშობლო გრიგოლ ხანძთელია შოთა ილია ვაჟა და აკაკი ან გითხო მას შორის პირველი რომელია გალაქტიონია ჩემი საქართველო გება და სევდისაგან სნემლი მომერია გიორგი დავითი თამარი დემეტრე მეფენი ქართველთა ჯარების წინვარე ბერი თავდორია ჩემი საქართველო ჩემი სამშობლო გიორგი წინვალე ომით მოიტანეს დღემდე ეს ქვეყანა ომით ჩაგვინახე მშვილებს თა მდელო დიდი ზევიადია ჩემი სამშობლო და მერაბ კოსტაბაა ჩემი საქართველო რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი უფსრულია და შენ მარტო მკივი მე მაფიქრებ საქართველოს ბედი მე გამიცდი ჩემს სამშობლოს ტკივილს როგორც ოხრვა შორეული გედი ან და როგორც მარმარილო ცივი მე მაფიქრებ საქართველოს ბედი მე გამიცდი ჩემს სამშობლოს ტკივილს მსოფლიოს დაუსაზღვრო მეტრფი შენ გაიგებ ჩემ ამნაერთილს მე მაფიქრებ საქართველოს ჩემს სამშობლოს ტკივილს რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი უფსრულია და შენ მარტო მკივი მე მაფიქრებ საქართველოს ბედი მე გამიცდი ჩემს სამშობლოს ტკივილს ჩემო თვალნათელი ჩემო სამნათელი ხოდეს მედივი ყოფილა საქართველო ყოფილა დავით მეფე აღმაშენებელი ყოფილა ოპიზრები გასაშტერებელი ყოფილა მოდრედი ყოფილა ცოლია შეველი ჩემო მინინა და ჩემო თანატელო ოდის მედივი ყოფილა საქართველო ყოფილა მიკოპსით და რუბან და მეგაჩენები და გამოჩენები Topraklaşımız da kamutinöbü kapılar, koşular, piye sakatolsa, oliya baslebi, tamar supra
მაგრამ უცაბედად მატლი არეულა ბორბალი უკუღმა დატრიალებულა თვათვით მონღოლია პირველი სასჯელი მონღოლიის მონღოლია თურქი და სპარსეთი თურქა საქართველოს ყორნებს აუღიათ ასეც და ოსმანს შუაზე გაუყვიათ შაშულაფარი დაჯაჭვი ჩარღვეულა იხავთო დაკეთულა გელათი დანგრეულა ოთხმეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია ოთხივე საბრალ ლექსები უწერია რედროს ლექსია მოუყვდა პატრონი ხვლით შემოვარდნილა არეკლება ამის მონღოლია ბაჰდრონი ჩემოთვალნათელო ჩემოქთანათელო ოდისმე დიდი ხვდება საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე ერთ წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე თავს არ მოიკლავს ქართველი არა ის შეიძლება ბრძოლაში მოკდეს ერთი იმედი ციცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნა და განმეორდეს საქართველოში როცა ყდებოდნენ უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე ჩვენ ვაშკაცობა ძველთაგან მოგდეთ ყველამ გაიგოს ყველამ იცოდეს ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვდეთ მაგრამ არც მას ვტოვებთ ციცოცხლეს რადგან ციცოცხლე ესე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი დარაძეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს როცა ჩვენ გავჩვდით ამ ქვეყანას ვინც არ უნდა იყოს იგი ფინელი თუ ინდოელი ვინც გლეხია, ვინც მუშა, ვინც სიმართლის მძებნელია, საქართველო არ უყვარდეს ყოვლად შეუძლებელია. კიდევ უფრო იღორძინეს საქართველო, კიდევ უფრო ბევრი შვილი გამოზარდეს სასახელო, კიდევ ერთი რუსთაველი, კიდევ ერთხელ ამღერე. შენ ციხარე, ჩვენ გვახარე, გამხნევდე და გაგვამხნევ, გევალება საქართველო, შეგიძლია საქართველო. გაგიმარჯოს საქართველო. სამშობლო ჩემი სალოცავი, სამშობლო ჩემი განსაცდელი, გულით და მკერდით დასაცდელი, გულნესად კიბისკენ დასაცდელი. სამშობლო დედი სიამანა, სამშობლო ჩემი წხვილია, ან კი ამ ლექსიდან ვიტყვი განა, სულში მომეტყვის. მირონი ძუხ ლიზა ვალდის მირონი ბებერნებში ხახადებენ საქმენი საგმირონი იღაღადეთ ფუდის ქვანო საგუნ ბატონო ხეთას ხობარბარდანდები კონსტანტინე ბატონო ბუბურდა ყორა რესიგნა იბერი ბახტადი აურმაეულო პალესტინა ყილიკია ბაღდადი მოიარე საკანონო ეროჭი პოლიცია მონასტრები ჟამი გადაბერილი ქართლში პრიალეზე ცა უკაბარდო გადასხოდა კონცერტები ოსტასტანი ჯინის ოპტანასი დიდოსტანის გაჭვენაზე ისtorია ცარდეს და უცგის საკანონო იყავოდეს ხას დიდების შარავარდილით მოსილი იყავოდეს ხას და კლავაც იქნები უკუნისამდე არ Oh
რა. მოდით ყველა ერთად ვიმღეროთ ჩვენს ბავშვობას ვიმღეროთ ყველა ერთად. ხო ბავშვები? ორამ ჩემი. აბა ხომ დაიხალეთ? არა მაგეთა. ძალიან მადლობა ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის. ჩემო არჩევლებრივო მოსწავლეებო, პირველ რიგში ნებამიღოძეთ მოგილოცოთ მეოთხე კლასის წარმატებით წარჩინებით დამთავრება და გამოგცემთ დიპლომებს, რომელიც ნამდვილად გაიცნოთ. Thank you.
ჩაუტარებია ჩვენს კლასში ყველას მადლობა ჩემს მოსწავლეებს ბედნიერთა წარმატება, ბედნიერებათა წარმატებებს პირველ რიგში ჩამქრობა და სულთვარმა აღმასვლა. მაღლა მაღლა, ჯერო პატარება. ეს დიდი მადლობა მინდა ყველას მინდა მოგილოცოთ ევანდელი და ბავშვებო გისურვებთ წარმატებებს ძალიან მიყვარს. ბავშვები ასეთ წინვალედრე წარმოჩინდნენ და მუსიკის მასწავლებლებს და სხვა მასწავლებლებს უმეტესი მადლობა. ევანელი მონიციება იყო მოზუმი, მიზანი მართული, შედეგზე ორიენტირებული, გარემოსთან ადაპტირებული. ასეთი მონიციებები ტარდება მეორე სკოლაში და მიხარია დაწყებითი კლასების მონიციებებს უწნებოდი წელს შაშამეს და იყო ყველა მიზანზე, მოსწავლეზე, ხარისხზე და შოვლზე გათვლილი, ხარისხზე ორიენტირებული, დარწმუნებული და რამაც შოვლები აფასებენ, ეს არაფორმალური მონიციება მნიშვნელოვანია და საფუძველი ამის არის ფორმალური საკლასო ოთახში განხორციელებული აქტივობის დემონსტრირება მოხდეს. ორი წლიანი შედეგი მიღწეულია მასწავლებლურ ქართულში, შედეგები და ინდიკატორები მიღწეულია. ამ ბავშვებთან ორწლიანი თანამშრომლობა მაკავშირებს, არიან ძალიან კარგები, სხვადასხვა ინტერესით, სხვადასხვა შესაძლებლობით, მე მათგან ბევრი რამე ვისწავლე, ჩემგანაც ბევრი და მათ ვიწვევ შემდგომ ეტაპზე წარმატებებს. მე ნელი მასწავლებლებს ცოტა უხეშად გავეჭრები პირველი მეორე კლასი მე მყავდა ეს ბავშვები და ძალიან რთული იყო ჩემთვის მინდა გითხრათ ამ კლასის გახლეჩა აი მშობლებს ვეუბნებოდი კიდევაც რომ თქვენზე უფრო ორმაგად და ათმაგად ვინერვიულებენ ძალიან ძნელად აი ნერვების მასა გამიჯდა კლასის გაყოფა თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ჩვეულებრივად 4 წლის განმავლობაში ურთიერთობას ვაგრძელებდით თანამშრომლობდით მადლობა ნელი მასწავლებლებს რომ ასე გულში ჩაიქრა სათითაოდ ყველა მოსწავლე ყველა ბავშვის აი ინდივიდუალური ხასიათი შეისწავლა და კიდევ ერთხელ ერთად დავხსნიათი ჩვენ როცა აქ ჩავატარეთ მეორე კლასში ღონისძიება აგერ ბატონი კახა დამეთანხმება აქ იყო 30 ბავშვი ვიყავით და ძალიან პატარები იყავით თქვენ გქონდათ ყველანაირი საფუძველი იმისა რომ დღეს ასე საუკეთესოდ წარდგარიყავით და ნელი მასწავლებელი ასე გესახმებოდა კიდევ ერთხელ მადლობა ნელი მასწავლებლებს რომ ასე კარგად ყველას უდიდესი შრომა ამაში ძალიან დიდი ემოცია შრომადებს დიდი ნაბიჯებით კი არა და უნდა წახვიდეთ პატარათი მარა მეხუთე კლასი მაინც დიდობისკენ არის სულწინგებლად ბედნიერად თქვენ მრავალი თაობის ამსვლები ყოფილიყავით და ასე დაგაციანებთ საოცარი ღონისძიება იყო ძალიან მომეწონა და პატარებს ველოდებით მაღლა დიდი სიყვარული ბედნიერად და შენ ადუკას განსაკუთრებით როცა მე მინდა მეოთხე A კლასმა მიულოცოს მეოთხე B კლას სიმღერით
შევაჯამებელი სიტყვა არ უთხრა ორივე კლასს. ადაფეს ქალბატონელის და ქალბატონ თეონას. მშობლებო, გახსოვთ ალბათ ის დღე, როცა დადგა ჯერი, რომ უნდა გაყოფილიყო ეს კლასი. და მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენთაგანს, რომ საღად მივდექით. საჭიროება იყო კლასის გაყოფის. 30 ბავშვი იყო, 9 იქით, 9 აქეთ. და თქვენს თვალწინ ყველაფერი ისე გავაკეთეთ, გამჭვირვალეთ და თქვენი მადლობა, რომ ერთი რაღაცა სადაც იყო ბავშვი, იქ ერთი ვთქვი, რომ ბადრი სადაც მოხდება, შემიძლია ადგილი რომელიმეს გაუცვალო თუ რაღაცა, ხო? იყო ასე. და დღეს ამდენი წლის მერე, 2 წლის მერე ეს ბავშვები წამოიზარდნენ, დაგთიანდნენ, უფრო სხვანაირები გახდნენ და მცირე რიცხოვნება ორივეს დაეთყო ორივე კლასს. თეონამ არაჩვეულებრივი კლიპი შექმნა და ამისთვის მშობლების ზურგით ეს არ იყო მარტივი ამბავი და დღეს მადლობა თქვენ რომ თქვენს პარალელურ კლასს ასე მიულოცეთ თქვენი სიმღერით მეოთხე კლასის დამთავრება. მე ორივეს მოგილოცავ გევარდელ დღეს ბავშვებო. მინდა იყოთ ლაღები, ბედნიერები და გქონდეთ ლაღი და ბედნიერი ბავშვობის წლები. და მერე უკვე ნელ-ნელა ეჩვევით იმას, რომ უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, რომ უნდა გქონდეთ თქვენი თავის პასუხისმგებლობა, რომ უნდა იყოთ მიმტევებლები, სხვისი აზრის გამზიარებლები და ძალიან ისეთი ღირებულებებით უნდა დაიტვირთოთ, რომელიც თქვენ მომავალი ცხოვრებისთვის დაგჭირდებათ. ეხლა დღევანდელ ღონისძიებას, რაც შეეხება ნელი მასწავლებელო, ფაქტის სახეზეა, თქვენი შრომა, რაც ამ ბავშვებში ჩადევით, ეს ბავშვებმა ყველაფერი დაგიფასათ დღეს, არაჩვეულებრივი აკადემიურად დახვეწილი გამოშვება ჰქონდათ. საოცარი კარგები იყვნენ, კიდეც გოგონები და კიდეც ბიჭები და ეს თქვენი დამსახურებაა და თამუნა ჯანჯღავა. სად არის? მაგრამ მე ძალიან დიდი სამადლობელი მინდა ვთქვა თამუნას მიმართ. ძალიან ბევრი უშრომია ამ ქალბატონს და ალბათ მშობლების დამეთანხმები და ჩემი კოლეგებიც, რომ ეს სახეზე იყო, რომ ნამდვილად დახვეწილი სიმღერები ეს ყოველთვის არ ხდება ასე და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ამ ხელა დიდი შრომისთვის. გოგაც ჩაერთო, მაგრამ მე უფრო მეტი ცეკვებს ვაერთო, სამს მაინც ველოდებოდი, მაგრამ ფარავშავს, რაც იყო შესაძლებლობა ის გააკეთა ბატონმა გოგამ და მინდა ბავშვებო გითხრათ, რომ თქვენ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ ის, რომ თქვენ წინ წარმატებული მომავალი გელოდება. მშობლებო, მადლობა. მშობელი ყოველთვის არის ჩვენი ზურგი დიდი. ჩვენი და თქვენი შვილების ზურგი ხართ. ღმერთმა ზურგის კარი აღმოუშალოთ თქვენ შვილებს და ამათი წარმატებულია ბედნიერი მომავლით, იხარეთ, იბედნიერეთ, იმრავლეთ. მადლობა ქალბატონ მარინას, მოსწავლეთა სახლის დათმობის, აი ესეთი კარგი კომფორტული გარემოს შექმნისთვის. ბატონო კახა, დიდი მადლობა, მშობლებო, დიდი მადლობა ყველას და ნელი მასწავლებელო, მრავალი თაობები დაგეფიანებიოთ, ასე გირსეულად. ძალიან დიდი მადლობა. ვერჩით თომისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა. განსაკუთრებული მადლობა ასეთი დაფასებისათვის ვერჩით თომისათვის საკუთარი შვილებისთვის მართალია ბევრი გაისარჯა, დაიხარჯა, მაგრამ ღირს ამათ. ნამდვილად. მე მინდა წარმატებები უსურვო მშობელს და მოსწავლეებს, ყველა მშობლებსაც და მოსწავლეებსაც. სულ წინ და წინ იარეთ. მეორე წარმატებებს არასდროს არ აკეთებს, მაგრამ რაც იყო ნელი მასწავლებელი გაკვეთილების შემდეგ სულ მთელი კვირა ბავშვებს ეჯდა და მე პირადად მინდა დიდი მადლობა გითხრა რამხელა დიდი ლომის წვლილი გაქვს ბადრის მეტყველების განვითარებაში და ცოტა სხვანაირი ის ქონდა ამბავს და ეს თქვენ შეძენის რომ ეს ბავშვი დღეს გამართულად მეტყველებს, გამართულად კითხულობს და ამისთვის პირადად ჩემი ოჯახით ემართლიერები და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ალბათ მშობლების დამეთანხმებია რომ
ქალი, რომელიც უანგაროდ განკვეთილების მერე უზის თავის პლანს. ეს არის ნამდვილად დასაფასებელი და ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს, ჯანის სიმწელე და ბევრი თაობები you